გამარჯობა, მოგესალმებით. დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით. ტვინის ეს გახლავთ გადაცემა ტვინის გასაღები. მე გახლავთ ამ გადაცემის წამყვანი საბა ჯანაშია და წარმოგიდგენთ თორნიკე ბაღათურიას, ჩემთან წამყვანს. გამარჯობა, მოგესალმებით. დაგიბრუნდით 39 ეპიზოდით. ახალი ძალებით, ახალი წლიდან, რავი, ახალი ენერგიებით. და ყველას ხო ის მომენტი აქვს თორნიკე, რომ აი ახალი წლიდან აი ამას დავიწყებ და ახალი ორშაბათიდან იმას ხო და ახალი წელი მგონია რომ ცოტა დიდი ორშაბათი არის რა, ეგრე რო თქვა და რაღაც მომენტში ესე არ გამოდის ხოლმე ესე დათქმული რაღაცები, მაგრამ ყველას უსურვებ რომ სექტემბრიდან როგორც კი, და როგორც ანუ ყველას უსურვებ მოკლედ რომ აი ეს შეძლონ თავის აზრები და გეგმები და რავი სურვილები რაც აქვთ ადამიანებს რომ შეცვალონ თავის ცხოვრება, ანუ უკეთესობისკენ წავიდნენ და თავიანთი თავის უკეთესი ვერსიები გახდნენ, ამას უსურვებდი ყველას რა. ჩვენს მენელს და მაყურებელს და სრულიად საქართველოს მიულოცავ ახალ წელს. ბედნიერი და მშვიდობიანი და წარმატებული წელი ყოფილიყოს ყველა ქართველისთვის და ყველა ღირსეული ადამიანისთვის. ასევე მოგილოცავთ შობის დღესასწაულს, რაც ქრისტიანებისთვის რავი უმთავრესი, უდიდესი დღესასწაულია, რომელიც აი რავი მართლა ასე შეგრძნებით იგრძნობა, რომ აი იესოს დაბადების დღეა. ანუ აი მაგაზე დიდი დღე რა უნდა იყოს და ყველას მოგილოცავთ მეგობრებო. ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ და გისურვებთ, რომ აი ამ დღევანდელ ქრისტეს შობის დღესასწაულს ყველა აი ლაღად და ბედნიერად შეხვედროდით ყოველთვის რა. თქვენ ოჯახებთან ერთად. და ერთიანობა რა, რაც სავარია რა და ქრისტეს შობას ყოველთვის თუ ხარ დაკვირვებული, რომ მანდაც ცდილობენ რომ რაღაცეები აი მაგაზე უნდათ რომ 25 დეკემბერს რატო არ აღნიშნავთ ხო შობას. და ამაშიც ხო ცდილობენ გამართალდაშოს უკვე ბოლო 1-2 წელი უკვე ამაზეც ანუ აღარ აქტიურობენ. ერთი ხო ერთი სააკაშვილი გამოვიდა, ეხლა შობა მოგგულოცა თან აგერ ნახავთ მე დარწმუნებული ვარ რომ მალეო ჩვენცო შობასო 25 დეკემბერს აღნიშნავთო და იქ მოიყვანა რომ ქრისტეის შობეთ 25 დეკემბერსა ხო არა და ყველა იქ აღნიშნავთ ჩვენცო ამასო აღნიშნავდა ეგ რომ ანუ 7 იანვარი ან ძველი კალენდრით არის 25 დეკემბერი. ან ჩვენ ანუ იულიუსის კალენდარზე არის ეკლესია და საერთოდ ჩვენ პრინციპი რა არის ეკლესიის რომ არაფერი არ იცვლება ხო თავიდან რაც იყო დღემდე მოვდივართ აქ წერტილი და მძიმეც კი არ შეცვლილა და აი ეს გრიგორიონ კალენდარი არის მე-16 საუკუნე სულ 500 წელია რაც ეს კალენდარი არსებობს მანამდე 17 საუკუნე ამ კალენდარზე იყო მთელი სამყარო და ჩვენც ანუ და მე ძველი ახალწელი რო ძველი ახალწელი ხო 14 იანვარი 1 იანვარი ძველი კალენდრით ანუ ქრისტეს აი მოლოცვისაც ხო არ გილოცავთ ახალწელს და ანუ შობას და ახალწელს ეს რა არის ანუ ჯერ შობა არის და მე ახალი წელია ხო და ეხა ისე ეხა რო შეხედოთ ის უკუმა გამოდის ხო ჯერ ახალწელს აღნიშნავს და მე შობას ხო იგი ხო ძველი კალენდრით ესე არის ანუ 7 იანვარი არის 25 დეკემბერი ძველი კალენდრით 2 კვირი და ის 2 კვირა ზუსტად გამოდის მე 14 არის 1 იანვარი აი სხვა კაი ძალიან მარტივი არის ამის გაგება და რატო აღნიშნავ ყველა მართლმადიდებლო ეკლესია იერუსალიმის ათონის მთა ყველა აღნიშნავენ 7-ში ანუ ძველი კალენდრით 25 დეკემბერი ძველი კალენდრით იყავით თუ გინდა და აღნიშნეთ როგორც გაგეხარდება ხო ესენი ახალით აღნიშნავენ და აღნიშნეთ ვისაც გინდათ მაგრამ ჩვენ აქ რელიგიის ეს პრინციპული ამბავია ჩვენ რელიგიაში არაფერი არ იცვლება რა რაც იყო დასაბამი და დღემდე მოვდივართ და კიდე კაცთანამ მეორე მოსვლა არის სულ ესე აღნიშნავთ კიდევ აი უდიდესი დღე არის ქართველებისთვის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ჩვენი პატრიარქის დაბადების დღე და აღსაყრების დღე და აი რავი უდიდესი ღვაწლი აქვს მაგას უდიდესი ადამიანი არის ჩვენთვის ზოგადად უდიდეს პატივს ვცემს და ყველას გულშია და ყველას ისე გვიყვარს და მაგაზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ თან რომ აი ამ ადამიანსაც როგორ ებძვიან რომ აი საერთოდ ანუ აი მართლა რაც აღარაფერი აღარ დარჩა რასაც აი აი მაგას არ შევეხები ხო არა აი საერთოდ არაფერი და მე მინდა რომ მეგობრებო ერთი ვიდეო შემოგთავაზოთ ჩვენ პატრიარქზე უბრალოდ რა ღვაწლი აქვს და როგორ და მინდა რომ მოусმინოთ და მინდა რომ ზოგადად აი რავი თუ ისინიც გვისმენენ იმათაც იქნება რაღაცა მოისმინოთ და დანარჩენი კომენტარი გავაგრძელოთ მე იქნებ ხო რაღაცა გაიაზრო იმედია ხო ეგ უნდა მithქვი ხო მაგრამ ჩვენი გავაკეთოთ ხო რა თქმა
ილია მეურეს 93 წელი შეუსრულდა. ერში ირაკლის შიოლაშვილი 1923 წელს ვლადიკავკაზში დაიბადა. ახალშობილი მშობლებმა 3 დღის შემდეგ შობის დღესასწაულზე მონათლეს. დიდია ილია მეურეს ღვაწლი ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე. ირაკლის შიოლაშვილი სასულიერო მოღვაწეობა 24 წლის ასაკში დაიწყო, როცა სასულიერო აკადემიის სტუდენტი ბერად აღიკვეცა. 1963 წელს ის მცხეთის სამოძღვრო კურსების დირექტორად დაინიშნა, როგორც ახლად ნაკურთხის შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია. 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი გახდა. 1977 წლის 23 დეკემბერს ერთხმად აირჩიეს ქვეყნის 151 პატრიარქად. მისი აღსაყრება 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა და ილია მეორე უწოდეს. ახალგაზრდა პატრიარქმა თითქმის მრევლის გარეშე დარჩენილი ეკლესია ჩაიბარა. მისი ძალისხმევით მსოფლიო პატრიარქმა 1917 წელს აღდგენილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების სიგელი გამოსცა. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელი მოეწერა კონკორდაც, რითაც მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობაა განსაზღვრული. ილია მეურის ინიციატივით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე წესდა. დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პატრიარქი ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილების ნათლია თავად ხდება. ილია მეურე მრავალი ტრადიცია აღადგინა და დააწესა. პატრიარქი დაჯილდოებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ილია მეურე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ადამიანთა შორის მშვიდობისა და ერთობის დამკვიდრებაში. 10 წლეულებია თითქმის ყველა კვლევაში პატრიარქი ხალხში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. იგრია ნამდვილად. რამდენი ბრძოლაში გადა 1% აი 99% ქონდა სულ. პატრიარქის რეიტინგი 99 სულ და აი ამდენი წელი ებრძვიან, ახლა 88 არის. რა მიხვდი აი ურყევი ამ კაცის ავტორიტეტი. ანუ ზუსტად ის რაოდენობა არის იმათი, ვინც აი მენა აიგრე. ხო, ეგ ჩანს მაგით ხო, ქართველები ვინ რამხელა უმრავლესობა რა აზრზე არის მაგით. არა, ადამიანს წარმოიდგინე, რამხელა ღვაწლი აქვს, რეები აქვს, რა დროს გაკეთებული. თითქმის რომ მრევლის გარეშე ეკლესია ჩაიბარა. და დღეს 15000 ეკლესია დღესდღეობით საქართველოში. და დღეს წარმოიდგინე ამდენი ადამიანი მართლა იმენა რწმენი ცხოვრობს. ტაძარში დადის. ანუ ყველაფერს აკეთებენ თან იქიდან ბრძოლებია ისინი და აი რა მართლა გააერთიანა ხალხი და ანუ მართლა ყველას გულებში ესაა თუ და ამხელა ღვაწლი აქვს ადამიანს და ამდენი წლის არის და აი წარმოიდგინე რამადენი ტვირთი რამხელა ტვირთი აწევს და ესენი ბიჭო ანუ ეს სირცხრომელი ჩაიხედეთ რომ თქვენ შედარებას კი არ გიკეთებთ მე ჯვარი მწერია რაღაც ახალოს მაინც მიგიყვანოთ უბრალოდ აი ვინ ხართ და რა გიქნიათ და რა გიკეთებიათ რომ თქვენ ვინმე ადამიანზე რამე აი ოდნავ მაინც რაღაც საეჭვან გადაბრუნებული თქვა ეს არის უბრალოდ სირცხვილი და რავი მე არ მართალი თქვი რა თან რომ აი ერთი რაღაცა მაინცო და არ არის დარწმუნებასო რომ აი არაფერი აი მაინც პატრიარქი მაინც თქვია შენთვის საზიანო რაც არის აი მაგას მაინც შეეშვით და სხვა აი ყველაფერში ხო აი ყველაფერში ცდილობენ რაღაცას გაკეთილება შეიძლება ამას ხმამაღლა რო ლაპარაკობენ ანუ ვიღაცები რო პეტროვენ და რა თქვის აქციაზე ისა კრინჯი გოგო რო გამოდის და რა გვინდა საპატრიარქი და საპატრიარქო მომესოიც ჯერ ვინ არის ვაფშე ან მაგაზე არც დაუთმოთ 5 წამსაც არ დაუთმო მაგოგოს მაგრამ ეხლა წარმოიდგინე ამებს ეხლა ამ რუპორებს რო აცხადებინებენ იქ ბექებში ისინი პირად საუბრებში როგორ ლაპარაკობენ წარმოიდგინე ანუ რაში ცხოვრობენ რო აი რაღაც იკრიბება რამდენიმე ადამიანი და რაღაც ეს თემა რო ჩამოყრეს აი როგორ ესე ცოტა ესე და თვითონ ანუ ვინ არიან საერთოდ ანუ როგორ გამოსაჩენებიც რო არ არიან და ის კი არა რომ აი როგორი ადამიანები არიან არც უნდა ჩანდნენ ესეთი ადამიანები რა მაგარი რაღაც გააკეთა ჯერ ანუ ჩვენო პატრიარქმა რომ ეს ალილოს დღესასწაულო აი ეს ამბავი გააცოცხლა 25 წლის წინო რა ანუ მიძინებული იყო ის და გამოდის მთელი ხალხი და ის სიყვარულით სავსე გული და გულები და ეს ბავშვები ფორმებში და იმა დაიმობენ რა თელ საქართველოში არის ამ ხელა მსვლელობა და ხალხი ამაზე ეგებება და მე ტაძარში საბოლოო ჯამში იკრიბებიან და ანუ ეს ხო ანუ ხალხს ხარია რა ამ ხელა მნიშვნელობის არის და იმაში რა ქვია ესეთ ალილოს ღონისძიებაზე წარმოიდგინე გუშინ ვაწყდები ეგეთ ვიდეოს რომ მისული არის პარლამენტის თავმჯდომარე კაიგაცი ხო და შალვა ბოშდა ანუ ის კი არა რომ აი რაღაცა როგორი დღეა რაღაცა აი ეგრევე საქმეზე გადავიდნენ რა ეს დარობოტებული დაზნობებული და რანაირი ტიპებია დაპროგრამებულები რა რამდენი ჟურნალისტი ყოლია რომ აი მართლა რომ აი 0-0 აქვს რა ინტელექტის და უშე ვერ ხტოს და გააგზავნეს და უთხრეს რომ ეს იმან გადმოგცავა გახსოვს ჩვენ დროს ჩვენ უშე თამაშობდა
გადასცეს ვისა რა ქვია რა კითხვა აქვს ხა მომზადებული რომ ეხლა ვენესუელა უნდა ჩააყვეხოს რომ ეხლა პროგრამა გაჩვენებული არის რომ ეგ უნდა აპასუხებინოს რაღაც რა და ბოლოს ძალიან მაგრამ თავდება ეს ინტერვიუ რომ ჩვენი მადურო რო იცოდეთ მე-12-ში ყავს ეგ რომ დამხლეულიო და თუ გაინტერესებთ ჩემი აზრიო მადურო სააკაშვილი ბევრად სუდი ტიპია მადუროზე ვაფშე თუ გაინტერესებს თვეში გეუნებ ხო და ის არის რა ქვია და გასაგებია ბოდიში ხარო ვენესუელას რო აღიარებული აქვს ჩვენი ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული ტერიტორიები ეს ძალიან ცუდი ფაქტია ჯერ უგო ჩავესის დროს აღიარეს 2009 წელს მაშინ მადურო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ვენესუელის გასაგებია ეს ძალიან ცუდი ფაქტია მაგრამ ჩვენ რო ვიღაც თუდად მოგვექცა მაგის გამო ვიღაცის ვიღაცას თუდად მოექცენეს ჩვენ არ უნდა გვიხაროთ არ უნდა გავამართლოთ ხო მაგიტომ რომ ჩვენ ვიღაც გასაგებია ეს შეიძლება გაგისტორდეს მაგრამ შეიძლება თუდი მართალია თუ არა ხო მაგრამ ტრამპირო ძალიან თუდად მოიქცა და ყველანაირი საერთაშორისო სამართალი და ყველაფერი რომ დარღვია ეს უნდა აღნიშნოთ უბრალოდ ხო და ანუ ვაფშე ვერავინ რო ხმას ვერ იღებს და აქ ხა ამათ რო კითხო ვითომ აი ევროპა და ეს ევროპელებია იცი შენი თქმის არ იყოს მაგიდასთან რო იჯდნენ ერთ დროს ეხა მაგიდაზე მენიუში არის მენიუში ხო და ანუ რა უქნეს წარმოიდგინე თავის თავს რა თავისი აი რაღაც გადაკეტილი რაღაცეები და ვითომ ხო ეს მაშინ რა ქვია ევროპის მშვიდობას ეხება ეს ომი იქ რაც ტრიალებს და არა და აი ამ იმაში არიან და აგერ იმასაც რა ქვია აგერ ვიდეოს გავუშვებ ხა და უბრალოდ ჟურნალისტის უინტელექტობას პროსტა დააკვირდი რას პასუხობს რა და ის რა ხდება ხო რას პასუხობს იგივე სიტყვები თუ არ უთხარი რა კითხვას დაუსვი რა იგივე სიტყვები თუ არ უთხარი შენც რომ ესენი ესე რომ უთხრა გვერდიდან თუ ვერ გაიგო იგივე სიტყვები არა და აპუაშვილი ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გასაგებად, ყველაზე მარტივად საუბრობს და ეჭილად, მაგიტომ მევასება პაპუაშვილი რა გასაგებად თან იუმორიც აქვს, თან აი ყველაფერს აი ისე დაგიღეჭავს და გეტყვის აი ბოლოდონის რეგვენის რო იყო გაიგებს ზუსტად მაგენაზე გეუნდა გაიგებ ყველაფერს რა აი ხაც ეს რეგვენი ეგეთია იმენა დაღეჭილად აწვდის საერთოდ და ანუ კომენტარები როგორია იცი რომ უყურებდი კომენტარები წერები და როგორი კომენტარები იცი რომ აი ესე თუ არ დაუღეჭეთ თქვენ აბა რას გაიგებენ ეს აი მართლა მაგას და ვერ გებულობს თან უღეჭავს და აწვდის და პროსტა აქ უყურე ამა კიდე ვერ გაიგო ერორია კი იგივეები ვერ მოისმინო ევროკავშირი ბრიუსელმა ეს პირველად ბრიუსელის თავქარიანმა პოლიტიკა მისი არარჩეული ბიუროკრატების გაუაზრებელმა ანტიევროპულმა პოლიტიკა მიიყვანა აქამდე დღეს რომ სახვეწრაც აქვს საქმე რომ იქნებ რაღაცაში ჩართონ იქნებ სადმე მოლაპარაკებაში იყო გახსოვთ ამ რამდენიმე დღის წინ მაკრონმა განაცხადა რომ ერთი წამით გეტყვით ამ მაკრონმა განაცხადა რომ ის მზად არის რუსეთთან პუტინთან შეხვედრაზე და რა ხდება რა ვიცი რატო ვერ ხდებიან აქამდე ამიტომ რა თქმა უნდა ევროკავშირი მოიაზრება ქვეყანა რომელის მოსახლეობაც ორგანიზაცია რომელის საერთო მოსახლეობაც 500 მილიონზე მეტი არის და რომლის ეკონომიკაც დღემდე მნიშვნელოვანი რჩება და არის ცივილიზაციური ცენტრი, როცა ვსაუბრობთ დასავლეთის ცივილიზაციას ვის გულისხმობთ ევროპას, ხო? და ევროპას არაფერი სიტყვა რომ არ ერთხმის გლობალურ პროცესებში, ესაა ზუსტად იმის ბრალი, როგორ თავქარიანი პოლიტიკაც აქვს დღეს ბრიუსელის არარჩეულ ბიუროკრატიას. ბატონო შავა, ამ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა სპეცოპერაცია და კონგრესმენებმა და სენატორებმაც კი არ იცოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით არაფერს. და ბრიუსელი რა შუაშია ამ შემთხვევაში, როდესაც ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმაც კი არ იცოდნენ არაფერი და იცოდნენ მხოლოდ უმაღლესმა პირებმა ამერიკის შეერთებული შტატების. ხო და როგორც კონგრესს არ კითხა არაფერი ტრამპმა და თქვა, ხო, მიზეზი რატომაც არ კითხა, რომ მე თქვაო გაჟონავდა ეს ინფორმაცია, ისე არ ეკითხება არაფერი ევროკავშირს. ასევე არ ეკითხებიან გლობალური ძლიერი ძალები, არაფერს ეკითხებიან ბრიუსელს. აი ეს დაიმართა ბრიუსელმა თავის თავს და რა თქმა უნდა, ევროკავშირი მაშინ თქვან რომ ეს არის ეკონომიკური კავშირი და მორჩა. როცა ამ საუბარი არის რომ არის პოლიტიკური ცენტრი და პოლიტიკური ძალა, რომელიც შეგახსენებთ არათუ დასავლეთ ნახევარსფეროში, აფრიკაში, მალიში, სამხრეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მისი წევრების მონაწილეობით სირიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, შეგახსენებთ რომ ვენესუელასთან სულ რაღაც რამდენიმე ერთი ქვეყნის გამოტოვებით, თუ ორი ქვეყნის გამოტოვებით საფრანგეთის ტერიტორია არის. ფრანგული გვიან ფიქრობთ რომ ევროკავშირთან უნდა შეეთანხმებინა ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ოპერაცია ან უნდა ქონოდა კონსულტაციები ამ თემაზე? შეც საერთოდ ეს ამას შეც არაფერი მნიშვნელობა საქმე ის არის რომ გამოდიან ევროკავშირის და ევროპელი ლიდერები ბრიტანეთის, საფრანგეთის სხვების
ამბობენ დაბნეულები საუბრობენ არაფერი არ იციან უნდა გავეკვეთ ფაქტებში ეკითხებიან შეფასებას ხმას ვერ იღებენ როგორ შეაფასონ ის არ იციან იმიტომ რომ ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა აღარ არსებობს დაასრულა არარჩეულმა ბიუროკრატიამ ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა სტრატეგია წარმოიდგინე რა ნოლი ცოდნა გეოპოლიტიკის ვაფშე ვერ გაიგო რატო იყო ბრიუსელი ვაფშე რა შუაში იყო ვერ გაიგო იმიტომ იქ ვენესუელა და ამერიკა შორის იქ ბრიუსელი დაიბნა და ანუ რეალურად რა ხდება რომ მართლა ერთი მაგიდის მოთამაშეები სადაც ერთად უნდა წდებოდეს ეგეთი რაღაც ორი ქვეყნის გამოტოვების იგით რომ უკვე შენი ტერიტორია და მანდრო ომის დაწყებას ტიპი იძახის. აი ხო ვიწყებ და რამე და მაგ ქვეყნის პრეზიდენტს იპარავს ქვეყნიდან და შენ აი შენ არაფერი არ იცი ეხლა ნახე იმიტომ რომ არაფერი არ იცი რომ შეიძლება გაჟონოს იფო შენგან რა არ ხარ სანდოტი არა და ნუ კონგრესმენებმაც არ იცოდნენ ეს ამბავიო და რა იმიტომ არ იცოდნენ ჩემო ძმაო როგორც შენ გიყვარს თქმა იმიტომ არ იცოდნენ რომ არ არიან ძმაო სანდოღაღი ზოგი იმაზეა მიყიდული ზოგი ამაზეა მიყიდული ზოგი იმ თამაშს ზოგი იმაზეა არიან რა ანუ არავის არენდო აი იყო და გააკეთა რა ეგრე მოხდა არა ხაი რაც მოვისმენე პაპუშმა ზუსტად აი მართლა დაღეჭილა და მართლა ყველა სიტყვა რაც თქვა 100%-იანი სიმართლე აი ძალიან მარტივად ახსნა ყველაფერი და ევროპა მარტო 500 მილიონიანი ქვეყანა ესა კავშირი არის ხო 500 მილიონია წარმოიდგინე უდიდესი რესურსი მუშუპ არის 19 ტრილიონი ანუ სხვადასხვა ოღონდ ზდას შემცე 2008-დან მოყოლებული 19 ტრილიონი ანუ ვერ ვითარდებიან ესეთ ამ ბიუროკრატიის ბრალია ჩინეთი მაგალითად 4 მილიარდი რო იყო ეხა 20 მილიარდზე არის ამერიკას 30 მილიარდი ტრილიონზე არის ასულ ესენ ერთ ადგილას გაყინული არის და ზუსტად მაგ ბიუროკრატიის ბრალია რომელიც ჭაობში არიან ხვდი და მართულები არიან სტარმერს BBC-ს ჟურნალისტი ეკითხება რომ აი თქვენ ხო აი უკრაინაში ხო შეიჭრა რუსეთიო და ამას ხო დაგმეთო და ასე შემდეგო რომ სხვა უცხო ქვეყანაში შეიჭრა ეს სახელმწიფო და ხო დაგმეთო და ამაზე რა სიტყვითო ვენესუელასიო და ეს ის და ჯერანე სახე აქ ეს სული რეგვენია და ჯერო ჩვენო გჭირდებაო მასალები უნდა გავეცნოთ ამ ყველაფერს ჩვენო ბრიტანეთი არ ვიღებდითო მად მონაწილეობას მაგრამ ჩვენო გჭირდებაო ჯერ უფრო მეტი მასალები ანუ არ ვიცი არც იცოდით არ ვიცით რა ხდებაო აი ჯერ რა ცოდნა ჭირდება ხო რომ უცხო ქვეყანაში შეიჭრა არა ყველა ჩვენ ვიცით და მაგრამ არა რა ცოდნაო და მაკრონის გამოვიდა და რაღაც ისურა აი ყველა მერცმას რაღაცა იბოდია რაღაც ერთი თქვა რომ ჩვენო არ ვაღიარებთო მაგამ ანუ მადუროს თავრობასო და მაინც უგჭირდება კიდე რაღაცეები რომ ყველა ერთი და იგივე რაღაც არიდეს თავი ყველანაირად მაგრამ შენ ხო ხარ დაკვირვებული აი მადუროს არ აღიარებ ჩვენ როგორც მოგვექცნენ ჩვენ ხო გვახსოვს რა უსამართლოდ მოგვექცნენ და არჩევნების თითქოს გაყალბდა და ამ თავრობას არ აღიარებენ და აგერ გვერდზე მეორე პრეზიდენტი ყავს ვიღაც რომელიც დღემდე იძახის რომ პრეზიდენტი ვარ იქ ვენესუელაშიც ეგრე ყავთ მაჩადო ქალი რომელიც ეხა ტრამპს რო ნობელის პრემია აახია. სხვათაშორის ხა გამოვიდა და იძახის რომ ჯერ ნობელი ჩემს არ გადმოუციათო. მე ზადვარ რომ ტრამპს მივცეო პრემიაო რა. ერთნაირები არის სრული რეგვენები. თან ამ ხალხს მონაწილეობა არ ქონდა უფლება არჩევნებში სხვა იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ეს არის რა ლიდერი რა. ანუ რას გულით ყველგან აი ამ მომენტებს ქმნიან რომ რაღაცა ლეგიტიმო ცალკე რაღაცა თავრობები შეიქმნას. აი ჩვენთანაც რომ უნდათ ეს სალომე და იქ რაღაც სისულელეების გაკეთება. ჩვენ აი ყველაფერს თავი დავა ჩვენ ხო ვიცით როგორ უსამართლოდ მოგვექცენ ხო ყველაფერში. და ჩვენ რა გარანტია გვაქვს რომ ვენესუელაშიც იგივე უსამართლოდ არ ექცევიან ხო? თუნდაც უგო ჩავესი რო ავიღოთ კაცი აქვია გმირი არის. ეროვნული გმირი არის ვენესუელის და მაგასაც ანუ სადებილეთმა წერილი რაღაცა წერილი გამოაქვეყნეს ვიღაცა იმის რა ქვია ვენესუელელი ვიღაცა აქტივისტის აი ნენსი ვოლანდის ნაირი ვიღაც ტიპის ის აგრესიული ტონით საუბრობს ამ წერილში სრულის რეგვენი და ბოლოს აი ბოლო წინადადებული ტექსტო მიხვდები რომ მთელი ტექსტი სრულის აი მენა სადებილეთია წერს რომ 1999 წელსო ჩვენო დავკარგეთო ნავთობიო 1993 წელს გახდა ჰუგო ჩავესი პრეზიდენტი და ნაციონალიზაცია მოახდინა იმის პირიქით კი არ დაკარგეს დაკარგული ქონდათ და დაიბრუნეს ფასი არა აქვს მიხვდი აი ეხლა მაგალითად რო გაერკვევა რას ისევ ეს რატო გაიტყვის რას იტყვის იმენ მიწა აქ გამოცილი ქვევიან ეხლა გადარჩენას ჩალიჩობენ ეგენი თვითონ და ხა რო წინააღმდეგ წავდნენ ტრამპის რომ ეს რამ გაგაკეთებინა თუ რამ გაქნევინა თუ რა თვითონ ისე გააკეთა ყველაფერი არც კითხე ის კი არა რომ შენი ნებართვა ჭირდება არც გაგაგებინა და არაფერთან ჩააგდა რავი ეხლა ესეთ ამ ინტერვიუში არის ერთი მომენტი რომ ჟურნალისტი ეკითხება
ანუ თუ ესეთი ის არის ევროკავშირიო ვარც უსაფრთხოების ანუ პაპუაშვილი იძახისო უსაფრთხოების გარანტიებიცო ხო არის ევროპა ხა ევროკავშირში შედიხარ უსაფრთხოების გარანტიებიც გაქვს რა და ანუ არა აქვს ფაქტიაო რა არანაირი ძალაო ეს ხდებაო ამაგდაშო და მაშინო რა გვინდაო იმაში ეგეთ ევროპაშიო და ეგეთ ევროპაშიო არაფერი არ გვინდაო რა მომენტ ეუბნება იმედი მაქვს რომ შეიცვლებაო ეს ევროპაო და გახდებაო ისეთი იყო რაფასეულობებიც ქონდაო ქრისტიანულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული ევროპაო და ეგეთი უნდა გახდესო და ნენელა ხო ხდები რომ იღვიძებსო რა ევროპაო და ეს მოხდებაო აუცილებლად თუ სად მიდიხარ რომ მიდიხარ ანუ გაარკვიე რა ხდება აროჩი სრული სრული ცადებილეთი არის მართლა აი თან ყველგან ერთნაირები არიან მთელ მსოფლიოში აი ვენესუელაშიც და ამერიკაშიც და კუბაშიც და იტალიაშიც ეს სალიბერალეთი რა აი ყველანი ერთნაირებია ერთნაირები არიან ერთნაირი კითხვები ერთნაირი ინტელექტი ზუსტად ყველა ის მაჩადო უნდა ნახო დაბოტოქსებული ქალი მოხუცი ქალი აი რო შეხედავ აი სახეზე რო შეხედავ უმეტყველო სრული აი კაია კალასის და აი მაგ კალიბრის ქალი არის ისეთ სისულელებს საუბრობს просто ისეთ სისულელებს რომ ნუ აზრი არ აქვს ხა განგერ პაპუაშვილმა გასაგებად თქვა ყველაფერი ჩვენ ევროპაში გვინდა და რა თქმა უნდა ოღონდ ისეთ ევროპაში როგორც იყო ხო ადრე და შენ სწორად აღნიშნეს და აი ევროპაში ეს პროცესები დაიწყო. ნუ რთული პროცესია, ძალიან გასავლი არ ამგონია რომ ძალიან დიდი ბევრი წელი დაჭირდეს მაგას. იმიტომ რომ აი ხა აქეთ ორბანი როა, ფიცო როა, აი ხა მაგალითად ჩეხეთში ბაბიში მოვიდა. აი ეს უკვე ნენელა რაღაცა ერთი იყო, მე ორი გახდა, ეხა სამნი არიან. იქ მეოთხე მოემატება, იქ მეხუთე ძალიან რთული და ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება. ესე ამათ ხო არ ძინავთ ამ ესე ვთქვათ ამ ბიუროკრატიას სუსტილობენ რომ თავისი გავლენები უფრო ყველა იქ უნდა უმეტესობაც რომ გახდეს ეგეთი ტიპი всё ძალაუფლებას ის ჩაიგდებს და გახდება ყველა ეგეთი და ეს ტიპები ვინც ეხა ეგროჟები არიან შეუტრიალდებიან თავის გადარჩენის მომენტში და ეგრევე გადაიცოვენ მაგ მასკებს და ვითომ ეგეთი მაჩადოსს გადაცმულია უკვე მასკები რო სჭირდება ტრამპი რომ ამათი პროექტი ლიბერალების და იმის აი ზუსტად აი მართ პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ რა ჩვენ ტრამპს რაზეც ვაქებდით და დღემდე მაგ რაღაცებში ვაქებთ არ ნიშნავს იმას რომ ეხლა რაღაც არასწორად რო გააკეთა და რაღაც გავაკეთეთ არ ნიშნავს რომ ის წყალს შავყაროთ რაც გააკეთა USA-ს გულისხმობდა ეს რაღაცა კონსერვატიულ რაღაც იდეოლოგიას ვატა ჩვენ ხო მაგას ვაქებდით ესენი აკრიტიკებდნენ ეხლა ჩვენ რაშიც ვაკრიტიკებთ ამაში ესენი აქებენ მიხდი აი პარალელურ სამყაროა კიდე ერთი ვიდეო ორი განსხვავებული სამყაროა ერთი ვიდეო მექნება მე მან მიხვდები კიდე აი რამდენად რაღაცეები სხვანაირი პროცესები არის იქაც შიგნით ამერიკაში და ეხლა ეგენი არიან ერთი ნაბიჯით უკან რა ეს რომ ვერ გაერკვნენ ჯერ გაერკვნენ არ მოწონათ ფუ მაგის ესენი კი შენ გაიხსენ ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსები რეებს იძახდნენ ტრამპზე რეებს იძახდნენ ვაფშე ვინაა და რა არის და ვაფშე ეგ როგორ უნდა იყოს და აგინებდნენ აპუტებს ეხა სადღაც მოდი რა დროშებს უყაი ეგ ტიპები არიან დღეს ესეა ხვალისია და მოდი ამ პრინციპობაა ეგ ამ უმორალობა და უინტელექტო ჟურნალისტიდან გადავხტეთ შემდეგ დაახლოებით მსგავსი სტილის ჟურნალისტებზე რომელიც უბრალოდ იუმორისტულ წრეში გავატაროთ ჩვენი იუმორისტული ხაზი გავაგზავნოთ ხა იმიტომ რომ მაგის გარეშე ნუ არ გამოვარ და ვიდეოსაც რაღაც ცოტა იუმორისტული რა ის ვიდეო ჩავთოთ რა მე რო ჩაგიგდე მარგალიტი ქალბატონის კი ბატონო ეხა ვიძმაო ეგ უყურე პოსტა რა ნუ კითხვები ხო აქვს ზოგადად ამას რა და ეხა ორპოლუსიანობა და ორ მაგის სტანდარტები კი არა. პოსტა ეხა ამას უყურე რომ არ ტყდება რა და რას პასუხობს უყურე ეხა რა ამაზე. დარებთ ორი როგორ ამბავს შერმადინმა მადლობა უთხრა ქოცოვის პრემიერ-მინისტრს. ამ ამბავს ვადარებთ ბიზნესმენს რომელმაც სტადიონის გახსნისთვის უთხრა მადლობა ასევე ქოცოვის პრემიერ-მინისტრს. მეგობრებო შერმადინი არის ქოცი რომელსაც არც ერთხელ ჩვენი მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია. არასოდეს არ გაუკეთებია არანაირი განცხადება გარდა იმისა რომ ირჩევდა შვიდობას და ევროპას. სტადიონის გახსნისთვის უთხრა იმან მადლობა. ჯერ არ თქვს მას იტყუება. ქოცების პრემიერ-მინისტრს კი არ უთხრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მადლობა ყველაფრისთვის, რაც კი სპორტისთვის გაუკეთებია და არა პირადულ იმაში, რა ქვია,
ურთიერთობაში არ მოუხდი ეგ მადლობა. ყველამ ქართველებმა ეს ძალიან კარგად დავინახეთ. ზუსტად ჭონიამაც იგივეთი მოუხადა მადლობა რაც ჭონიამაც ზუსტად იგივეზე მოიხადა მადლობა და ორივე მადლობები მოსახდელი ერთი ფეხბურთზე იყო, ერთი კალათბურთზე. შენ თუ არ დაგიჭირე სადმე ვინმე მხარი, შენ არც დაგიჭერთ არასოს მხარს, იმიტომ რომ ვიცით ზოგადად რა, ვისაც დაუჭიროთ და როგორ და ანუ მან და პროსტა სირცხვილი, ადამიანურად სირცხვილია, რომ ამას დგები და ანუ ის არა, იმიტომ რომ იმდენი გაქვს, ანუ აი ეს კლიპები და ცეკვები და ისინი იმასთან რა ქვია, თემურთან გაკეთებული, პროსტა ანუ დაგარტყა რა მაგ ამბავმა და სპონსორია მაგათი კაცო და მაგით. კიდე რომ არ აღიარო უბრალოდ ეს მომენტი, რომ აი ნახე რა ეგ კი არ აღიარო, არა კაცო ამას ეს კი არ უქნია. ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ, ვისაც აბოლებდი, ისინი დააბოლეს შენ და პროსტა ადამიანურ მომენტში, რაც ეკლესიაში რაღაცეები რო გიყვირს და იქ იმას რატო აცვია და როგორ აცვია, ჩემი აზრით, მინიმუმ რა თავმოყარეობის საკითხია, რომ ეს ვიდეო არც ჩაწერო და უშ გაატარე რა. ან გამოდი და თქვი, რომ რავი, რატო ჯერ რო ეგ როგორ უნდა თქვა, რომ აი რატო მოიხადა მადლობა. ეს რა მართლა ბიჭო, მაგას ვერ იტყვის რატო ქნა, იმიტომ რომ სპონსორები არიან, Coca-Cola ასპონსორებს მაგათ რა, ამ არხებს რა, ჭონია და სპონსორია მაგათი და მაგიტო ვერ ეძახია, რომ ეგეც არ დაკარგო მიხდი და მაგიტო ითავს. მაგიტო ითავს, რომ გულის სიღრმეში მას საერთოდ არ უსწორდება, რომ ჭონია მე გააკეთა. უბრალოდ ამას საჯაროდ ვერ იძახის. რომ ჭონიაც ვაფშე არ უსწორდება ეგრე რა, მაგრამ ჭირდებაში და ფინანსები ჭირდება და მაგიტო ხო იცავს პირიქით. კაი, მაინც ანუ ესეთი რაღაცა ფარისეულური რაღაცები მაინც ძალიან შემაწუხებელია და მოდი დღევანდელი გადაცემა მაინც ისეთი იყოს, რომ როგორც პირობა მივეცი ჩვენ მოყურებელს, ცოტა აი რაღაცა. მოდი სამ იმას ნანუკას ვიდეოც მოდი ჩავშთოთ, რომ ეს გავიაროთ ეს ეკლესიის. მაგას ვიძახი ზუსტად რა, რომ ანუ ისეთი იყოს რა, რომ ეხლა მაინც შობა გავიარეთ, ახალი წელი გავიარეთ, არ არის რა ადამიანის ფსიქიკა იმ მდგომარეობაში ხა, რომ აი რაღაცა ჩაჭერი, რაღაც სერიოზულ რაღაცებს მოვუსმინოთ და ცოტა ისევ ამ იუმორისტულ ფორმატში და ჭრილში ჩავრთოთ ეს აი სამ სტანდარტა რაღაცნაირა ხალხი, მაგრამ მაინტერესებს ანუ აი ჯერ ას ფიქრობენ, მაგრამ მოდი აი ვიდეოები ჩავრთოთ და ვანახოთ რა ხალხთან გვაქვს საქმე. ყველაფერში აცდენილია. მე ნანახი მაქვს მონაზვნის აღკვეცა რამდენჯერმე და ძალიან რთულია ამის ყურება. ანუ რო უყურებ ამ პროცესს თვითონ. ჩვენი ეს ეკლესია მამაოები ყველანი არიან მუქები, ანუ შავები, ჯიპებიც კი შავები უყვართ. კათოლიკურშიც ნამყოფი ვარ. მე კათოლიკების მარიამობა რომ ნახე ქორწილი მეგონა. ისე ზეიმობდნენ თეთრები ეცვათ წითელი თავში და სულ მქონდა შეკითხვა და ბარემ ვისარგებლებ ახლა რომ რატო ვართ ესეთი ანუ ფეხზე დგომ დაჯდომა შეიძლება იქ შეიძლება ანუ გლოვასაც რთულად ითქვა ანუ რატო გვაქვს ეს სიმძიმე ეკლესიაში თქვენი აზრით იმიტომ რომ თანამედროვედ რაღაცა პროგრესი არ მოხდა თუ რატო პროგრესი თქოს პროგრესი თქოს ღმერთისგან პროგრესი თქოს ფიქრობ არ ჯერა რომ ღმერთი ამას ითხოვ იხდეთ და წარმოიდგინე რა ისე აი კათოლიკ ეკლესიაში ვიყავი მარიამობასო წირვაზეო და ქორწილი მეგონავდა ეგ არის პრობლემა რომ ქორწილი რომ გეგონა ქორწილი არ უნდა გეგონოს წირვა ძალიან მარტივია და ამ შავ ანაფორებზე რასაც საუბრობს ჯერ წირვაზე რო არა დასწრებული მანდაც ჩანს იმიტომ რომ ჩვენთან ნებისმიერ წირვაზე სადაც არ უნდა დაისო არსად შავი ანაფორით არავინ არ დგას ანუ ლურჯი წითელი ათასნაირფერად სტიქაროსნებსაც არ ეჭვთ შავი ან თეთრიაცვეთ ან მუქი იასის მუქი აი ღვინისფერი რა აი ხო და ჩვენთან არსად არა მაგალითად ბარაკონა ბერებს შავები აცვიათ და მღვდლებსაც აცვიათ წირვის გარე და შიგნით ასე ყავ ვიღაც ბერი თუ არის კი აცვიათ ეს შავი ანაფორი მაგრამ წირვის დროს ყველგან ღია ფერებია მაყურებელს ნახავს ძალიან ბევრი სურათები არის ხა გამოვა ეკრანზე და თვითონაც ნახავენ ამ ყველაფერს როგორი ასე და პროგრეს რო ითხოვს ეკლესია ჩამორჩითო და დასაჯდომებზე რო ლაპარაკობს კიდე რო იქო სკამები არისო იქომ და ჩვენთან რაღაცა რთულად არის სკამები კი არ ჩვენთან წირვის ჯიბეში ხელი ყოფა არ შეიძლება და რო იჯდე იქ მოსასვენებელი ხო ვიღაცა იღლება ან მოხუცისთვის ან შეიძლება რაღაცა გჭირდეს ან შენც ახლა დაიღავ წეგ ჩამოსწო აი ფეხზე გადადებაც არ შეიძლება ეკლესიის ეზოში ისე ჯდომა მიხვდი ეკლესია წირვა სხვა რაღაცა რა ჟურნალისტს რო ეკითხა მე აი ესეო რატო ვართ ესეთები აი ამ
ხო, ჟურნალისტი არ მე მგონი ეკითხება იქ ვიღაცამ ყავს საუბრო მგდელია არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ნუ თვითონ უსვამს კითხვას მაგას. თვითონ არის წამყვანი, ხო, მაგრამ აი მე ვერთხელ ის მე მგონი. მაგას არ არის შობერას თვითონ, იმიტომ რომ აი ეს არის როგორი კითხვა, იცი ეს რა. პირად საუბრებში დასასმელი კითხვა თუ მაინც და მაინც ეგრე გაწუხებს და იქ გაგცემენ ამაზე პასუხს რა და უბრალოდ შენ რო აი ამას აავლენ რო აი ეს როგორ გიკვირს თუ რაღაც პრეტენზიაა და იმიტომ ეგ. ანუ ნახე ელემენტარული არის. მე საერთოდ არ დავსწრები ვარ არასდროს მაგალითად ბერათ აღკვეცის ცერემონიას და ანუ წარმოიდგინე რა რეალურად რა არის ამის პრინციპი რომ ადამიანი საერო ცხოვრებაში გარდაიცვლება და ანუ რა ქვია ბერულ ცხოვრებაში მოდის იბადება ახალი სახელი აქვს ახალი ის აქვს ამ სახელით ხალხიც არ მიმართავს ანუ წარმოიდგინე რამხელა პროცესი არის და გაკვირვება რთული პროცესი. ძალიან რთული საყურებელია. ანუ რა DJ ჩამოიყვანო და დადგინე და აუ და ნახე ეს ბერია თუ ანუ რა გონი ხო აცდენელია მაგით. ხო და ესე რო უყურებ რელიგიას ესე რო უყურებ იასნია რომ არაფრის არ გეშინია კიდევაც არაფერს არ ერიდები და ვერც ხვდები რა იმის ფასს რა შეიძლება მოყრე შენ აი ესეთ ლაპარაკს ზუსტად და ანუ თან ამით ხა პატივს არც ემიცი ის რო აი ვინც აი ეს პროცესები გაიარა ვინც ამაში იყო რავი შედავოცო კითხე ვიღაცას ისეთს რა ისიც გჯერა და ის აგიხსნის მაგას და მე ეს კითხვა შენთვის უკვე პასუხგაცემული გეკნება ეს კითხვა აღარ გაგებადება ყველა კითხვაზე პასუხი არის თუ გაინტერესებს ყველა კითხვაზე ისეთ პასუხს გაგცემენ რომ დაგაგვაყოფილებს და კითხვა აღარ გაგიჩნდა პროტესტი აღარ გექნება რა თუ გაქვს რა და ეს საჯარო ხო და ეს რა არის რომ შენ სწორედ ეს პრეტენზიას გამოთქვამს ამას ის კი არ არის რომ სიტყვაზე აწუხებდეს და აი პასუხი ამას პასუხი კი არ აინტერესებს ეს პრეტენზიაა ამისი რა ეგ არის კატასტროფა გადავიდეთ ჩვენ მარგალიტებზე და შენი ფავო უნდა ჩავრთო ერთი ნებადო სვეჩია მამ ახალწელს და ძალიან კაია მოდი დავაფასოთ ეგეთი რაღაც რომ ანუ კაია რა ეგ განწყობა რომ გაქვს ახალწელს მაგრამ ნუ აი განწყობაც არის და განწყობაც და ცოტა რავი რაღაცებზეც უნდა დაფიქრდე რა მოდი ეს ჩავრთოთ მაზრზენი ჩავრთოთ და ცოტა ვიცინოთ გამორთექს შინელი აი ნიცა აი ფეთი ამაზრენი არის აი ეს ამ პროტესტანტის რა ეთყობა რომ რაღაცას აპროტესტებს და ცუდად არის ვიმე ასე ან აი იუმორისტული ნომერია ან ვინმე ცინის ამაზე ბიჭო რაღაცა პრობლემები ვიცი აკე და თან რაზე რო გადავ ვიცი რა კოცი რო აქვს უტვინ შეი რაღაც მაღაზიაში შედის აი კოცი ხო არის აი რომელი საათია 41 ხო არის აი ხმეც გეცები გულით მეწოდება რა არა საწოდავია ნამდვილად კი შესაძოდია კი ანუ დაღუპული არის მართლა ეგრეა ძალიან ცუდია ძალიან კრინჯია და თუ გინდა ის ვიდეო იმას აქვს რა ქვია პოპულისტი კაცი რო არის ტურაშვილი მაგის ვიდეო განვიხილოთ მოდი თუ გინდა აი ამ მარგალიტებს ცოტა მივყვეცო და გადავიდე და მე გადავა სერიოზულად რა და ერთი ეს მინდა ეს არის ჩემი აზრით აი რავი რა დავარქვა მას არ ვიცი შეიძლება ეთანხმებოდა ყველაფერში ბაჩოს ან არ ეთანხმებოდა მაგრამ სანამ ამ ქვეყანაში არის ვალიკო ჯუღელი თუ ქაქუცო ჩოლოყაშვილის დაფასება ანუ სანამ 1991 წლის საქართველოს ისევ ბჟუტავს მანამ იქნებიან ამ ისტორიის პირთა რეინკარნაციებიც ასეთებს ეკუთვნის ბაჩო ახალაიას ბაჩო ახალაიას ადარებს აი ქუცა ჩოლოყაშვილი დედა მომიკვდეს ეს თუ უკვე სასაცილო იყოს ის გავიგებს რომ სადამდე ხართ და როგორ ხართ და რა კითხვებს სვავ და რა გადაცემს აკეთებს ამის მერე კიდე ერთ ვიდეოს თქვენ წარმოგიდგენთ მაგრამ რას ლაპარაკობ ქალბატონო აი просто დაფიქრდი ანუ რას ვის ადარებ და რას ადარებ ანუ კაცი გარეთ ვეღარ გამოდის ისეთი ცხოვრება გავლილი რომ ანუ აღარ გამოესულება და ნაწამები ყავს ხალხი და გაუბედურებული თან ისედაც რომ ციხეში რო არის და ჩაკეტილი რო არის ეგეთი ხალხი და რებია თვითონ ნაცები ემიჯნებიან მაგას და მინდა გიწერა ეს ტექსტი რო და რამ წაგაკითხავ შენ უდიდესი სირცხვილი არის გადადექი ჩემი
არა ძალიან სამარცხვინო არის. ქაქოთა ჩოლოყაშვილს შეადარა ბაჭო ახლა ეგეთი სანამ ბჟუტავს 91 საქართველოს აი როგორ აზრად როგორ მოუვიდა ეს ორი ადამიანი. რა მოუვიდა, არ მოსდის ეგენი, ანუ დაუწითხულობს ამ ეს ფანია მაგათი. ეს მიშას ეს ხო ის რომელიც კი მაგრამ კითხულობს, აზრი არა. მიშას ფანია. დაუწერო, ეგ წაიკითხოს, რომ ეს სიამოვნოს რა. თქვენ ჟურნალისტიკური ეთიკა ეგ არის. თქვენ ნუ გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ჟურნალისტები, ანუ არ ვიცი ახლა ჟურნალისტები ხართ თუ არ ხართ, მაგრამ ჟურნალისტებად ხართ რა წარმოჩენილი და ანუ ესე არ შეიძლება. წინა გადაცემის ვილაპარაკეთ ამაზე, რომ უბრალოდ სირცხვილი არის, ანუ ყველა ახლა რა ვიცი ჩავხდი, ყველა არის ჟურნალისტი. ხო. ანუ წარმოიდგინე რაში არიან გადაჭრილები. და ახლა მინდა რომ ერთი აი ჟურნალისტი რა ქვია ის გავაძრო რა, ანუ აი MMA-ის მებრძოლი ჟურნალისტი, რომელიც აი თავის ინტერესებისთვის ბოლომდე არის წამსვლელი და ჩავრთოთ პროსტა როგორ ექცევა, ანუ ჟურნალისტი თავისნაირი სხვა ჟურნალისტებს რა, იქ იმაზე კი არა ვილაპარაკე, გთხოვთან, უკაცრავთან, გამიგეთან, ამას მუხლებით აღიძრა საქმე თავდაცვის ექს-მინისტრის წინააღმდეგ, უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვარ. ბოდიშით პირდაპირ ეთერში ვარ. პირდაპირ ეთერში ვარ, თუ შეიძლება. კარგით. ბატონგია, პირდაპირ ეთერში ვარ, უკაცრავად. გვითხრით თუ შეიძლება რა მუხლებით არის აღძრული საქმე ბაჩო ახალაიეს წინააღმდეგ. პირდაპირ ეთერში თქვენ არ მუშაობთ და თუ შეიძლება დაგვაცადეთ. გისმენთ ბატონო. მუხლებით ძალიან თავხედი არის. ძალიან თავხედია. ნიხ, ვაფშე, ანუ რა ჯერ ერთი ბოდიშს რო ითხოვან, უკაცრავად რო იზახი. მე უნდა დაელოდო. აი, ეგეთი რაღაცების ლაპარაკით მოგვიწევ და მართლა არ მეგონა, რომ აი, გამარჯობაც, მე უნდა დაელოდო. რაღაც ადრე იყო რაღაც თუ შეიძლება YouTube-ზე აი ძალიან ძველი, ქალბატონმა თუ დაგირეკათ, უნდა აი იმინა გაცროთ მაგოი დროს აი როგორი მომენტია, იცი, მარჯვენა ბიჭო გადადეთ, მე მარცხნივად გადადეთ, წაიქცევით, აი მე უნდა ადგედა. აი ამ დონ უკაცრავად რო იძახიან რაღაცას რო ითხოვ გოგონი. უნდა დაელოდო რა იქიდანაც. რა ქვია, შემხვედრ ქმედებას, რომ ან გაგატარებენ, ან მიიწევენ, ან გიპასუხებენ, რომ აი ვერა. ესე აი ზუსტად იცი რას გავს დღევანდელ საგზავნო მოძრაობაში. იმასო ჩართავს რა, ისა ციმციმას რო ჩართავს, რომ გადმოდის, რომ ეგ არის ის რომ ჩართავ, ანუ ეს ციმციმა აფთხილებ, რომ აპირებ გადმოსა. ის კი არა, დააჭირე და გადმოხოდი ეგ არ ხდება. ეგ ხარ, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ მანქანაზეც ჯერ გადადიხარ და მე ერთავ მაგას. ანუ რავი, ადამიანები არიან, შენი კოლეგები არიან, პატივის ცემა არის ელემენტარული და გაახედა და ვითომ აი რავი, იმითი რა ქვია, ისეთი ტელევიზიაში შენ არ მუშაობ, რომ შენ ჩემი აზრით ბოლოში უნდა იდგე და ისე ტელევიზიაში ეს არ მუშაობს, რომ გინა თუ არა, აი გამატარეთ ტოლა, აი ვიმაგ და თქვენ არ ახალ. ხალხს არ დამუშავდა ეგეთაც როგორ შეიძლება. ანუ რა ვიცი, ანუ რა ვიცი, რა უნდა გადაგიხადონ მაგდენი, რომ ესეთ რაღაცეებით მოიჭრათ, თავი პროსტა ვერ ხვდები რა მართლა. რა ძალიან აი რავი, მართლა აი სასაცილოც აღარ არის ბიჭო ეს რა. ეს არის უკვე ის რა. რაღაც ვიდეო ჩართვა გინდოდა შენ. აი ტურაშვილის ვიდეო ჩავდოთ რა, აი ყალბი ემოციებით როა და ხალხს რო ატყუებდა. აუ რა ემოცი? ისე აი ხოდი, აი რავი, აი რამეში სხვაში რო გადმოიტანო, მე რა ქართულად. ეგ ემოციები იმიტომ აქვს, რომ გონია, რომ ამით უფრო დამაჯერებელია, მაგრამ იმიტომ უნდა საქართველოს გაწევრიანებრო ქართულ ვაჟკაცებს გაათხოვდნენ. არ შეურაცხყოფელია ხალხო, კაცებს მოგმართავთ, რომ იმის დაცვა გჭირდება, ხელისუფლების ჩვენი გათხოვება, ასე წკიპზიაო, დირზანებას ევროკავშირი და უნდა გავთხოვდეთ მასიურად. ეს რა უბედურება, ასე როგორ მოვატყუებინებ, მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს ევროპაში და ამერიკაში. ერთი მანდატი ყველა ოჯახს ყავს, ნათესავი, ახლობელი. ერთი მაგალითი მოყვეს, ვინმე გამოეკიდნენ, რომ გასათხოვებათ კაცს. ერთი მაგალითი როგორ ვერ ნახეთ ხალხო, ასე როგორ გამოვატყუებინებ. ეს რა უბედური პროპაგანდა. ევროპას და ამერიკას ჩვენი ჩათრევა უნდა რომში. ერთი ადამიანი, ერთი ჩანაწერი, ერთი სატელეფონო ზეპირი, ეპისტოლა, ერთი კარნახი როგორ ვერ გამოაქვეყნეს. ვინ უბრძანებდა ევროპიდან ომში ჩათრევას? იგი როგორი აუცილებელია განათლება, რომ ასე როგორ მოვატყუებენ თავს გამოსავა ერთადერთი, აი მართლა დემოკრატიული და მართლა თავისუფალი სახელმწიფო შექმნა. მე ბატონო დავით. ჯერ პოპულისტი ბრძანდებით ჩაოლებრივი რა. და ეს ყალბი ემოციები არაფერს არ უშველის ამ კაცზე. წარმოგიდგენ ხა რა სიძახის. ჩვენ რო იქ რო ევროპაში რო ჩავალთ ორიენტაცია რო არ შეგვეცრება ეს
ყველამ კარგად ვიცი და ამაზე საერთოდ არ არის საუბარი. ანუ ეს გონია. მოდი დასაწყისში კარგად იწყებ და მინდა რომ ხაზი გავუსვა. გავიგეთ რომ წიგნებით დაწერილი გაქვს და გავიგეთ რომ ბევრი წიგნი გაქვს წაკითხული. ამას ვაღიარებთ რა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ჩვენც კარგად ვხედავ და ეგ წიგნები თუ ვერაფერს ვერ გახდები. ხო, მაგრამ ანუ მაგას ვაღიარ ის მომენტი კი არა რომ ვინმე რამე გედრებიდან რაღაც. ესენი გავიგეთ, საღო, კაია, მაგრამ ეხა დღევანდელ რეალობაში რაღაც ჩვენც ხედავთ რაღაცებს და შენც ხედავ რა. შენ აი ესე როგორ ხედავ ეგრე არ ხედავ ზუსტად ხდება ყველაფერს უბრალოდ პოპულისტოს ეგ არის თავი ტრაგედია. ხო ვითომ ესე ხედავ, ხო ვითომ პროპაგანდა დაწმუნებული ვარ ზუსტად ვიცი ყველაფერს ხდება. ჩვენ აქ პროპაგანდა ბავშვებს ჩვენ გვეშინა ბავშვების პროპაგანდა ბავშვებში რო პროპაგანდა არ იყოს LGBT. მე ჩემთან მე რამდენიმე დღის წინ სტუმრად ვიყავი და ერთი მე გამათხოვებენ ანუ ბიჭო მეთქი შენ ვინ გეუნება თან მაგას ვინ იზრდას რომ ვინმეს გაათხოვებს მაგრამ ეს რომ დაკანონდება შემდეგი თაობები რო გაიზრდება კიდე მე შემდეგი თაობები რომ მოვა ეს უკვე იქნება ჩვეულებრივი ამბავი რა და დღეს თუ ეს არის იმის სიკვდილსიცოცხლის ამბავი მერე ჩვენ აღარ ვიქნებით ვინც ამ ადამიანებს ესე გადასცემს სწორად რომ ეს ესეა ქართველი ესეთია ქრისტიანობა ეს არის ანუ ჩვენ აღარ ვიქნებით არ ჩვენ აღარ იქნები მიხვდი ჩვენ კი არა მარტო და უბრალოდ ეს ხალხი რჩება ანუ აი ტრადიციების და აი მართლა წესიერი და ქრისტიანური და მართლმადიდებლური ღირებულებების გარეშე და ეს რა ვერ გაიგეთ ანუ ვის გონია ეხა აქ რა მარტივად არის რა აი ბავშვო ჩვენ გვეშინია ბავშვებში პროპაგანდა ჩვენ რა სულ ტირაჟირებდა იქ ჟურნალები და რაღაც სანტა რომ გათხოვილია და ასე შემდეგ და ამ პროპაგანდას გვეშინია ბავშვებში კიდე გვეშინია იმისი რომ ეხლა მაგალითად 2026-30 წლის ახალი სტრატეგია წარადგინა ევროკავშირმა LGBT Q+ თემის მიერ რა შედით ევროკომისიის საიტზე წაიკითხეთ ეს სტრატეგია აი ამის გვეში არა აი ამის გვეშინია რა კიდე გვეშინია იმისი რომ მაგალითად ამერიკაში ბაიდენის დროს დაინერგა ესეთი რაღაცა რომ შენ შეგიძლია პასპორტში ჩაიწერო ნებისმიერი სქესი რაც გინდა შეგიძლია X-ით დაიწერო მაგალითად აი ჩვენ ამის გვეშინია კიდე აი როგორ კიდე რა საუბრები იცი რომ პოლონეთი მოყავთ აი ევროკავშირში ხო 27 წევრი ქვეყანა არის ხო 27-ვე წევრ ქვეყანაში ტარდება პრაიდები და ერთადერთი მაგალითი მოყავთ პოლონეთი მოყავთ ერთ მაგალითად აი პოლონელი ხალხი იქ იბრძვისო და თავისი გააქვთო და როგორც მართალია პოლონელები იბრძვიან მაგრამ იქაც ტარდება მაინც პრაიდი როგორც ძალადობით და ანუ პოლიციის კორდონები და ხალხი ხო ეწინააღმდეგება და მაგრამ იქ მაინც ტარდება და პოლონეთი არის სადღაც 36 მილიონი თუ 40 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ამ ხელა დიდი სახელმწიფო. ესენი რას იძახიან ამის ვიცი რომ ჩვენც ევროკავშირში რო შევარდო ჩვენ სუვერენიტეტს არ დავკარგავთო და ისე მოვიქცევთ როგორც გვინდა ეს ტყუილია უბრალოდ. აგერ პოლონეთიც იბძვის, მაგრამ პრაიდები მაინც ტარდება რა. აგერ აი ვიდეო ხო უყურებთ თქვენ თვითონაც რომ აგერ პრაიდები მაინც ტარდება და ჩვენ გვეშინია ამისი. და ეხლა რაც შეეხება უკრაინას. მაგრამ მაგამე სამ გადახო აი მაგას გავაგზავნებ ერთ შენ გვანახე ვიდეო სად მოისმინე რომ ქართველებს გვეშინია რომ ძალით არ გაგვათხოვონ აი ეგ შენ გვანახე ანუ ეგ პროპაგანდა გვანახე რომელ ვიდეოში ნახე და ერთი ჩვენც ნათესავები და ახლობლები რო ყავს ყველგან ჩვენ ეს სამბებიც ვიცით ყველაფერი კარგად თორე ვის გვეშინია რა ჩვენ შავდივართ ევროპაში და ხო რავი ანუ რა გონია რომ იმეს ეშინია მაგის რა თქვით ეს გადაცემაში და ხაზი გაუსწრო აი ამას ეგ ენთუზიაზმი ცოტა მარტო ქართულად რომ მომართო და საქართველოსთვის რომ მომართო ბევრად კაი ტიპიც იქნები და ბევრად შედეგსაც დადებდა ხა რაც 2 4 4-ია და ყველამ კარგად ვიზიო ნამდა ხალხს ნაცარს ვეღარ შეაყრით თუ ყველამ გავი გათენდა სო გავიღვიძეთ ყველამ და მაგის არავის აღარ ეშინია ეგრეა ხო და ეხა უკრაინის ომზე კიდე რას იძახეს ნახეთ ტიპიური პოპულისტი რა და ყავდი რომ ერთი მაგალითი მანახეთ თომაც ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ უკრაინის მაღალჩინოსნები იქიდან დავიწყოთ რომ პირდაპირ წარმოიდგინე გამოდიოდნენ და ჩვენ ომში ჩართვას ითხოვდნენ და ეხა ჩვენ ელჩი სატო გაიწვიეს უკრაინის ელჩი ჩვენგან რა მიზეზს გაი ორი მიზეზი ერთი რომ სანქციებს არ შეუერთდით ანუ რომ ხარაკირი არ გავიკეთე და ეკონომიკა არ ჩამოვაქცე და მეორე რის გამო რომ მოხალისეები არ გაუშვით
უკრაინაში ანუ რასია ოფიციალურად ომში ჩართვას ნიშნავდა. აი ბორის ჯონსონი რო პირველი აგიტატორი ამ ომის ისიც გამოდიოდა მაშინ პრემიერი იყო და იძახდა რომ ჩვენ მხარს არ უჭერთ მოხალისეების წასვლაშიო. პოლონეთის პრეზიდენტს გამოდიოდა ამას იძახდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჩაფხუტები არ გაუგზავნა ბიჭო მაგაზე თქვა უარი წარმოიდგინე. იმიტომ რატო? იმიტომ ეს ყველა მისის და თვითონ ამანაც იცის რომ ეს ნიშნავს ომში ჩართვას ოფიციალურად. კი, ანუ დახმარება ხო, აი ჩვეულებრივი მაგიტო და ამის გამო არის და კიდე ეს რო იძახის იმას რომ ერთი მაგალითიო მაინცო აი ევროპელი ლიდერის ან ამერიკელი ლიდერის რო ეთქვაო რომ აი ომში რატო ანუ ომში ჩართვას ითხოვდნენ აი წარმოიდგინე აი ხა როგორ აი ურსულა გამოვიდო და ან კელი დეგნანი და ოფიციალურად მოითხოვდნენ ამას ეს ხო აბსურდია ეს უკრაინელებისგან არ უნახია ეგ ვიდეო კულისებში არა ხო და უკრაინელს ითხოვდა აი ამათიო ევროპელების ანუ ეს რაღაცას როგორ მოითხოვენ ეს კულისებში ხდება ესეთი რაღაცები და მაგიტო ვიძახი პოპულისტო ვიძახი და ეს qalbi ემოციები რა არის რა შეჭანს იცი რომ ეს არ არის სურელი ჭკვიანია და იცის ეს ყველაფერი რომ ესია მაგრამ არა ეს манипуლირებს ამით მე ხვდი რომ ხალხი უნდა რომ გააბრაზოს და შეცდომაში შეიყვანოს და ეს არის პრობლემა და ბატონო დავით ეხლა წიგნები წერა გასაგებია მაგრამ აი კიდე რა მაგალითი მოყვას ავტორიტეტები არ ვიღაცა თუ ჭკვიანია რაღაცა საქმეში არ ნიშნავს იმას რომ პოლიტიკას ეს აი მაგათ აი ნიაზ დიასამიძე ავიღოთ ძალიან მაგარი მუსიკოსია მართლა მაგარ მუსიკას წერს და რავი აი ნებისმიერ მაგის მუსიკას გავიზარდეთ მუსიკას წერს მაგრამ ნუ ეგ კაცი პოლიტიკიდან აცდენილია და მიშას დროი დამოყოლებული დღემდე საერთოდ პოლიტიკაში არაფერში არ ვემხრობ, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს სიტყვაზე მაგის მუსიკას მოусვინო იმათგან განსხვავებით რა და უბრალოდ აი უნდა შეგვეძლოს ეს განსხვავებები რა რაღაცა ავტორიტეტი რაღაცაში თუ ადამიანი ანალოგიურად ის პოლიტიკურ განცხადებას რო აკეთებს ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას რომ სიმართლეს იცახის რა. რა თქმა უნდა, ანუ თავის ინტერესით მაგას არის მე სხვადასხვის ნიაზის რამდენიმე ჯერ მაქვს რა მოსმენილი რომ აი რაღაცა მოუწოდებს ხალხს რომ ხვდები ამ სტოენას და ჩხუბს და იმას რომ გავერთიანდეთ და ეს დაიკარგა ეს ურთან მე მინახავს მართლა ეგეთი რაღაცები არ დაუკარგოთ და მართლა ყოფილა ის რომ ხარ მე უკვე პოლიტიკურ გულისხმობ რომ არ გზადია და მე არ ვეთანხმები რა მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ მაგის მუსიკას არ მოусმენ და აი ნაც და იმას დავიწყო უბრალოდ ამას დავაფიქსირებ რომ მე ამ კაცს არ ვეთანხმებ მაგრამ მუსიკაში ძალიან პროფესიონალი რა თქმა უნდა და ამის უნდა ტრეკები და ცხელი ზაღლი აიღე და იქ თუმა ტიფლისის აი ბევრ რაღაცა ისეთ საუნდტრეკები ანუ წარმოიდგინე აი ხა მაგალითად იმას რომ შენ მოწინააღმდეგე აზრზე რა მაგრამ შენ ამას არ უკარგავ რა რომ აი იქ მაგარია იქ ძლიერია იქ მადლობა უნდა თქვა თუმცა და აი მაგის პირად რაღაცაში არ იჭრები რა სადღაც განსხვავებაში ხარ მაგრამ იმას ბრმა არ ხარ და რადგან შენ რაღაცა არ მოგწონს იმისი ამასაც არ უწუნებ მიხვდი და აი ეს რომ შევძოლოთ ზოგადად ყველამ მაგრამ აი უკვე მართლა აი როგორ ვიცი რომ აი რა უნდა აი ამხელა ქალები და კაცები არიან და ეხლა შვებიან ამას ეს ხო არც ახალგაზრდული დრო არ არის არც ის არის რომ მე სადღაც აი დაბრძენდეს და სხვანაირად შეგვი რაღა აზრი აქვს სას ფასი გაქვს და ძალა გაქვს იქ უნდა ილაპარაკო სიმართლეები და იქ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში და შენ პოპულისტობ და კიდე იმაზე ფიქრობ რომ შენი ისაც ან მოთაბები ეგრე არ არის რა მართლა რა ძალიან სირცხვილი არის რა ეგრეა ხო ტურაშვილი ეხლა რა ცოტა გვერდზე იყოს თავისი რაღაცეებით და ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ამერიკაში საემიგრაციო პოლიციის თანამშრომლებმა მოკლეს 37 წლის ქალი აი არაფერში აი მართლა არაფერს მოკლეს ერთი ქალი მეორე ახალგაზრდა ქალი აი და ხან ახლა რა ხდება რა თან ვიდეოს გავუშვებ რა და ამასაც ლინკსაც მიუთითებ იმაში რომ ჩვენ მოყურებმა ნახოს და ანუ ამ ვიდეოს მერე ანუ ცოტა ჩავეძიე რა ამ იმებს რა ჩავეძიე ამ იმებს და რა ხდება ხან ახლა ანუ მინეაპოლისის შტატს რა ზოგადად რა ყავს თავისი მერი ყავს გუბერნატორი ყავს და პლუს ეს პოლიციის უფროსი ვინც ყავს რა და ანუ თავიდან გამოდის ამ საემიგრაციო პოლიციის პროსია თუ ვინ არის არ ვიცი ქალი და ინტერვიუში ამბობს რომ ანუ მოკლედ ცივი ამინდი ცუდი ამინდი იყო და თოვლი იყო მოკლედ და ჩავარდაო ჩვენი მანქანაო თოლშიო რა გადა იმასნო და ამოყვანიძოს ისო აქ ამდასო ვიღაცა ქალიო გამოჩდაო რომელიც ჩვენ თანამშრომლებს ეჯახებოდაო ხელს უშლიდაო სამსახურებო მოვალეობის შესრულებაში და აი ესეო და ორი გასვლა მოხდაო და სამწუხაროდ მოგდიო ეს ქალი კოჩი მოსაკლავი იყო რა მომენტო რა მათ თავი დაიცვეს სხვა რა უნდა ექნათ ამ დროს ამას რო ეს ინტერვიუ დავიწყე 21 საუკუნეა და ტელეფონები სადღაც ვიდეო უნდა გამოჩნდეს ეს ვიდეო მას არ დააყოვნა გამოჩნდა ეს ვიდეო და ამ ვიდეოში ნათლად ჩანს
რომ ანუ მანქანა ამას გზა გადაკეტილია არც ისეთი თოვლი არა ვინმე ჩარჩეს და ჩაიჭეხოს და იმასდას საგაწმენდილია ხო ეს ხალი უდგას წარმოგიდგენ მანქანა და ესენი აი ძალიან აი ესე გადმოდი რა მანქანი გარბით რა ხდება და აი ეგ მონტია არანაირი დაძაბულობა იქ არ არის ხო არაფერი არ არის ხო უცბად აქ რაღაც შელაპარაკება ხდება და ეს ტიპი რომ დაუჭეს კარების გაღებას უპირებს აი მაგას უპირებს და ეს ხალი ანუ უნდა რომ გაიქცეს აქ და აი ამ დაძვიზოს ერთადერთი ხარ ისეთი ფაქტი არის ნუ ვერა აულიგვერც წინ ერთ-ერთი პოლიცია ერთ-ერთი ამას თანამშრომელი უდგას და ცოტა წაკრავსავით მანქანას რომ წაკრავსავე კი არა აგდებს ანუ ოდნავ რა ფეხებთან გაკრავს მაგრამ ეხა მაგ დროს იარაღს ისური არ გადაგიარა არაფერი არ გიქნა და ბახ ბიჭო საბურავს ესროლე იარაღი და всё მორჩა და დაიჭირეს ხალ ხალია იმენა ვერ მაქსიმუმ მანქანით შეგიქმნა საფრთხე რომელიც უკვე შეგიქმნა და არ მოკვდი რა ეგ არ მოგივიდა რა ბიჭო საბურავს ესროლე რა ყველა საბურავი დაუხეთქე და მორჩა ხო ამის ეს ხალი ხო ვეღარსაც ვეღარ გაიქცეოდა და ვერ მიდი და დაიჭირე რა იარაღი და რა როგორ შეიძლება თავში ესროლოს წარმოიდგინე იქვე მოკვდა გება და თავში აქვს მოხდები წარმოიდგინე და ორი წვით და კლავ უნდა ეს მანქანის რაღაცებს ეჯახება ეს გალი ოდე დაგორებული მანქანა ისე ჩიხარით კი არ მიფინოს და ეს და იქ პანიკა და ეხ წარმოიდგინე ამ ყველაფერს ეს ვიდეო ჩდება და გამოდის ქალაქის მერი გუბერნატორი და ეს რა ქვია პოლიციის უფროსი სამივე იძახის რა რომ ჩვენო ვიდეო ვნახეთო ამ ეს ხალი რა სისულელეებს ყვებაო იქო რა იმათი ხელმძღვანელიო ყველამ ყველაფერი კარგად დავინახეთ რა მოხდა და როგორ მოდავდა როგორ მეო რა თქვენ ჩარევა არაფერში აღჭირდებაო ჩვენ თო მოვაგვარებ თუ ამ ამბავს რა მოკლედა შოქში არიან ხა ხვდებია შტატში აქციებია ხა სერიოზული ანუ მოყვება არაფერში ხარ ეხა წარმოიდგინე აი ფლოიდი რომ მოკლეს შავკანი რო აგორდა ეგ და დაახლოებით იგივე მორდება ეხა ეხა მან ხო ეგ მოხდა მაგრამ როგორი რაღაც მოხდა მან იყო ისო დააკავეს ეს და იქ და ამ დააკავების და საშინელი რაღაც მოხდა ხო ანუ შენ დაიხჩო რა ეს იქ კიდე ის სხვა შემოაკვდა ეს ეხა აქ ხალი როა თან და იცი რომ ტერორისტი იყოს ვიღაცა იყოს ეგეთი ტიპი რომ იცი რომ შეიძლება ნებისმიერი არის ფლოიდი იყო იმ ორსულ ქალებს აუთავებდა და საშინელი ანუ ისეთი ტიპი იყო რა და ნუ შემოაკვდა მე კარგი და მაგრამ შემოაკვდა ის პოლიციელს ეს ნაგლად იმას ესროლას და მე ვიძახი გადაცემაში ვამბობდი რომ მეთქი პოლიციის უფროს მეთქი სილა გაარტყა მეთქი მზია მეთქი და ამიტომ დაისაჯა მეთქი და აქ დროშებს რო აფირები და აქ ხდება ის რომ ანუ პირდაპირ ანუ თავში ესროლიან ქალებს და აი რას ვერ ხვდები იცი აი ამის ვინმეს აქვს მაგის ნამუსი და სინდისი რომ მაგალითად აი გამოვიდეს და დაგმოსოს რა გააკეთეს ამაზე ხმას არავინ არ ამოიღებს ბრმები გახდებიან მაგ ეს მაგათ უფლება აქვს ტრანს უფლება აქვს უცხო ქვეყანაში შეიჭრას და პრეზიდენტი მოიპაროს ძალიან თავისუფლად შეუძლია აგერ ამერიკელ მონებისთვის რა მონებისთვის მიგრაციის სამსახურის თანამშრომელს შეუძლია რომ დღისით ბზისით შუბლი გაუხვრიტოს ქალს მაგრამ მეორე მომენტი რა არის რომ აგერ ირანში ხო აქციები ეხა ხო ტარდება და ტრამპი გამოვიდა და თუ იქ ირანის ხელისუფლება ძალას გამოიყენებს და დახოცავს ხალხს ჩვენ ამერიკელები ჩავალთ მათ დასამხმარებლათო აქ ირანს იქ თავის ქვეყნის დაცვის უფლება არ აქვს აგერ ყვითელი ჟილეტების აქცია გავიხსენეთ დღეს ჩვენ რომ ლაპარაკობდით ბიჭო 4000 ადამიანი ანუ დაშავდა 27 ადამიანს ხელები თვალები დაკარგეს 11 ადამიანი გარდაიცვალა 8500 ადამიანი დაიჭირეს და 2000 ადამიანი დღენეზის მაგსაჟელი და ეს თითქოს აი ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა რომ თითქოს არის ევროპის ცენტრში პარიზში ხდებოდა ეს აი იმათი შეიძლება და აქ არაფერი და აქ ეხა ჩვენთანაც აგერ ჩვენ გვიდაბირ გვიტენ მოლოტოვის ესროდნენ და შტურმით იღებდნენ პარლამენტს და აგერ იქ რა ქვია პრეზიდენტის სასახლეს შევარდნა უნდოდა და ჩვენ გვაბრალებდნენ აქით რომ ის იყო რა ქვია ტერორისტი რომ დაბატეს სახში რომ მიიყვანეს ტერორისტი იყო რა ქვია ჭიშკარი ღობე იყო მოკლივულიო და ჩვენ ანუ ჩვენ აი ჩვენ არ აგვაქვს უფლება რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვთ იმათ აქვთ იმათ უფლება აქვს დაცვისა და კიდევ შუბლში უფლება აქვს რომ ვიღაცა ჩვენ ქვეყანაში ელჩები უნდა ჩამოდიოდნენ სხვა ქვეყნის და აქციებზე უნდა დგებოდნენ მოსულა ჩვენთან ის ღობე არ იყო კარგად დაბეტონებული თორე მე რატო შევარდებოდი ეგ მომენტი აქვს აქედან ტერორისტს იბარებენ და წითელი ხალიჩა დაფენილი ოფიციალურ ტერორისტად გამოცხადებულ ტიპს რომელიც ჯილდო იყო და ასე ხო ქონა გადაწყვეტა კი ალჯულანი და ხელი ჩამო შენგენ აცვალე და ეხა დემოკრატია არის ტრამპი რო სუნამოს ასხამს
თეთრ სახში ყავს ოვალურ კაბინეტში და ეგ თუ ოვალში არ მაქვს, მაგრამ მე ის რად გაიჩნდა ხა დაფიქრე რა ვიყავიო და ვინ გავიჩითეო. ხო დაფიქრდებოდა ხა იასნე მაგას და ჯილდო იყო ბიჭო 10 მილიონი. ეს პონტი ყველაფერი მოსულა. ამას ხალხი ვერ ხედავს რომ იმ მონებივით გვექცევიან ვითომ აი ეს ვიყოთ რა რაღაცა. და ჩვენ რო ვაკრიტიკებთ ვასპო რუსები. აი კრიტიკის უფლებას კი არა გვაქვს. აი მაგალითად აი ევროკავშირის თუ ვაკრიტიკებთ ევროკავშირის ვიღაცა ლიდერებს ან მაკრონს ან სტარმენს ან მერცს, უბრალოდ თუ რო ვაკრიტიკებთ რაღაც ჩვენ ავტომატურად გამოდივართ პრორუსები. ნუ აი ხა კაი თემა შეეხეთ ახლა რომ დღეს შემხვდა თუ გუშინ შემხვდა არ მახსოვს ირანის რაღაც უსაფრთხოების უბრალოდ ვინცო აქციებს ახლა თავარი ახი რა მავნებელია პროსტა რომ ამ იმას რა ქვია ჯერ აი ინფორმაციებით არის ვაფშე რომ რა დღეშიც არის კი ვიცი და ამ ნიუსით გამოდის რომ ჩაცხრილეს მანქანაში ჩაცხრილეს უსაფრთხოების ირანის უსაფრთხოების რაღაც სამსახურის უბრალოდ ვინც დარბევებში მონაწილეობას იღებდა და შეუთხასი კომენტარი აქვს რომ შედიხარ და შვილებიანი ხალები და ეკლესიასთან სურათები და ანუ უხარიათ და ანუ ყველა მაგის ღირსია ვინც ადამიანებს დაარბევს და ყველა მაგის მოკოდეს ყველა და დაპროგრამებულები არიან რომაც ტაბლეტები ან იმ ეკლესიას გაეშვით ან იმ შვილიშვილებს დასერჩით ანუ რომლებიც უნდა გაიზარდონ და აი ამ რაღაც საშინელებაში როზდით ანუ მართლა რავი აი ქართველი აი მე ვერ ხვდები პროსტა რომ ესე უცბად ესეთი ტიპები როგორ გაიჩნდნენ რა არის ამდენი წელია მიდის ამათი დაზომბება ამ სომას ტაბლეტებით დაზომბებენ და მივიდა ამ შედეგამდე მთელ სოფლიოში ერთნაირები არიან ყველგან ერთნაირები არის ხო და რავი ინტელექტით აზროვნებით აი ყველაფრით იგივეა რა ადამიანის სიკვდილი როგორ უნდა აი როგორ უნდა გაიგოს რომ ხარია რომ ვიღაცა ჩაცხრილეს რავი ანუ ეს რაღაც იმედი უნდა გქონდეს მაგათგან მაგრამ რაც არის მოდი ცოტა ისეთ ღიარ ნოტაზე დავამთავროთ ის გადაცემაც როგორც ვებდი ჩვენ მოყურებას და ის ვიდეო გავუშვოთ ჩვენი მარგალიტები ის ვიდეო გავუშვოთ ერთი შენ რო გავუშვოთ ხო შენ რო გინდოდა დღეს და ბოლოსთვის რო შემოვინახეთ რაღაც გავუშვოთ ხო ცოტა მეჩოდევა ეხლა წარმოიდგინე რა ხდება რა ეს ხალი აგერ თვითონ ბათუმელის მზია ამაღლობელის კანტორა არის და სადაც თვითონ აგერ თავისი ინიციატივით ეხლა ხალი დგას ერთი დროში დროშას იქნებს და უწყვეტი პროტესტიო და აჩვენებენ ერთ ხალს და თან აქ რა არის კიდე რომ ეს უწყვეტი პროტესტი ხომ თავი მესიჯი ბოქსია ამათი რომ აი 7365 დღე უწყვეტი პროტესტი მიდის და რაღაც ჩვენ მეგობრებო 7365 დღე თუ არაფერი არ გამოგდით ესე იგი რაღაცა შესაძლებელი გაგდა სადიც სახში და რაღაცა ახალი წელი დაიწყო და რაღაცა შევა არის ჩემი რომ ახალიდან ახალი ახლა დაიწყეთ რომ აი ნოლიდან პირველი დღე არის პროტესტის და უფრო რაღაცა დიდი შანსები გექნება იმიტომ რომ ნორმალური ცხოვრების სტილი და აი თვალეთ თქვენითაც აგერ იძახით აგერ ვიღაცა ერთი ორიც კი არა ბიჭო ერთი ხალი გას და დროშას აკავს ნახე ერთი თელავში თუ გურჯაანში თუ სადღაც გას კი ეგრეა მარკოა ანუ სახელმწიფო გამოვიდა ბირჟაზე დგება და აი ხო და ეგ ყველგან ეგრე არ არის ქუთაისი აი ნების 5-3 კაცი აი მართლა 5-3 კაცი და ნუ ჩვენთან აქ მაქსიმუმ 100 კაცი და აი ამაში ქმნია და ამას ხო უწყვეტ პროტესტი მაგ დაიწყო მართლა ახლიდან ათვლა რა ბევრად საინტერესო იქნება ხო აი მე აი გამორენ რაღაცა 25 აი ეს როგორ პონიტირო ხო იცი მიმები რო ანუ მესიზა ვიღაცების რო აი 60 წლის მე რო კიდე დაბერებულები რო არიან და ისე ფერმულ თამაშობენ ქრისტიანა აი ესენი ამათ უკვე დაემარცხებენი ეგრევე დაბერდნენ ერთად გესვით ერთი წელი დაბერდები უეჭვე ეგ პონტი ხო და მაგას იზახ ესენი მალე მაგ ჩვენ ეხლა სოლის მოვიყვანთ შვილებს გავაჩენთ რაღაცა ჩვენი ბავშვი 20-25 წელი აი ბავშვებო ესენი ისინი არიან და ჩვენი შვილები კიდე იქ ჩვენი შვილიშვილებიც რო აი მამაჩემი მითხრა ეს აი იმენა აი ეს ხალი დაბერებული იდგება კიდე იქ დროში დღეში ხო და რა ვიშები დროშაც აღარ იყოს ეგეთი და ხო დროშა რაღაცა დაძვერებო დაფლეთილი და რაღაც ზუსტად და რავი მოდი რა რავი არ ვიცი რა უბრალოდ რა უნდა ვქნა გეყოფათ ეხლა მოემართეთ თქვენი ტვინები სამშობლოსკენ და შეეგუეთ რეალობას რაც არის ამ ქვეყანაში დამდგარი და მოდით რა თქვენივე თავზე იზრუნეთ და უკვე აი დარწმუნებული ვარ ეხლა სადაც ხართ ბევრად უკეთესად იქნებით რა და ეს კოინციდენტია ცოტა დაივიწყეთ რა გამოდით მაგ ჩარჩოებიდან ბევრი კაი რაღაც ხდება დაინახეთ
შეხედეთ რა იქნება. გაიხედეთ გარეთ. ხო რავი მართლა აი ვიზა. ამინდია. ეს მზეარი 47 იმითი გავიგით რა შო აღარ გჯერა აღარავის აღარც არავის არ გუჯერა თვითონაც არ ჯერა ერთი კაცით გადი. თვითონ დამთავრებული არის ამბობია. რავი ამ ხიარულ ნოტაზე მეგონი გადაახარო. ვა, ჩვენი გადაცემა, იმიტომ რომ აია. რავი მართლა ანუ აი ყველანაირი სერიოზულობა დაკარგეთ და ანუ რაფერს აზრი არ აქვს და საქართველოს კიდე აგზელებს ცხოვრებას და მადლობა ღმერთს რომ მშვიდობა და ბედნიერებას გვაქვს და ბედნიერი ახალი წლებიც გავიარეთ, შობაც გავიარეთ და დარწმუნებული ვარ თქვენც. პროსტა ეკა მოხდა და რავი დასაქმდით, დაკავდით. ეხლა ბევრი რაღაც ვაკანსიები დაიდება და შეგიძლიათ რომ თქვენი თავი სადმე იპოვოთ. თუ არა და შეგიძლიათ რომ რაღაცა უფასო კურსებიც არის რაღაცა სპეციალობების და შეგიძლიათ ჩვენ ჩაუტაროთ. შეიძლება ჩვენ ჩაუტაროთ ფასო კურსები. კი, ანუ უფასო კურსებს შეგიტარებთ, თუნდაც დაშდება. ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენ სოდნას და რავი რა ხდება და როგორ ხდება. როგორ მოიქცეთ. რავი, მოკლედ ეს საზოგადოებაში და სუფრაზე და ცოტა გამოვიდა რა, რაღაც ცოტა ისეთი ჩაჭერებიც გამოვიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარტივად მოსასმენი ისეთი გადაცემა შემოგთავაზეთ მგონია. დიდი მადლობა ჩვენ მსმენელს, ჩვენ მაყურებელს, ჩვენ მხარდამჭერებს ყველას. ნამდვილად კი. დაგემშვიდობებით მოგცეს და ერთად ყოფნა და ჯანმრთელობა რაც თავარი. დაგემშვიდობებით მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ დროებით, მადლობა რომ გიყურებთ.